გაგიზიარებთ. ხალხალ ბატონო. დიდი მადლობა ბატონო რატი, დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრეს და სამინისტროს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა წინ წამოწია და განვაახლეთ პარლამენტში ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე წლის ცხრათვის მონაცემებით ნამდვილად 14%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. საგზაო შემთხვევები 9%-ით და დაზიანებულები 11%-ით, ან ნამდვილად რაღაც უნდა ვიღონოთ, ასე ვერ გაგრძელდება. მე მექნებოდა შეკითხვა და რა თქმა უნდა მისასალმებელია ცვლილებები, თუმცა აქაც ძალიან მოსაზომია ქალბატონმა ბრძანა ეკონომიკის სამინისტრო და რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია მუდმივად გავზარდოთ ჯარიმები სხვადასხვა დარღვევებზე და ნამდვილად სიჩქარის გადაჭარბება და არასწორი მანევრირება არის წამყვანი წამყვანი ესეთი დარღვევები, რომლებიც იწვევს ლეტალობას, მაგრამ ეს უნდა იყოს რასაკვირველია პროპორციული და ადეკვატური. მუდმივად ვერ გავზრდით ჯარიმებს, ამიტომ აქ შეკითხვა არის ადმინისტრირების ნაწილთან, რადგან 50 ლარიანი ჯარიმაც არ არის, მოდით გულწრფელად ვთქვათ, მცირე და ის ქულები რაც აქამდე იყო მინიჭებული, მაგრამ ის სურათი რაც იყო, მაგალითად ქულათა სისტემა როგორ მუშაობს საპატრულო პოლიციის ადმინისტრირების პირობებში, იმიტომ რომ 2017 წელს შემოვიდა ჩვენ ვიცით ეს სისტემა და საკმაოდ დრო გავიდა იმისთვის, რომ ამის შეფასება გაგვეკეთებინა, ხომ არ არის დრო ქულათა სისტემის აღსრულება უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მოხდეს, რაც თავიდან აგვარიდებდა ამ გაუგებრობას, რომ ის ესეთი სამიზნე აუდიტორია, ვის გამოც ჩვენ შეიძლება გავზარდოთ ჯარიმები და ქულები, რეალურად აღსრულების პირობებში უკეთეს შედეგს მოგცემდა. ეს ერთი მოსაზრება და კითხვა თქვენთან. ასევე დამატებითი კანონ პროექტები ხო არ არის საჭირო რომ შევიმუშაოთ, იმიტომ რომ თქვენ იცით 25 ბავშვი დაიღუპა ამ წლის განმავლობაში 9 თვის პერიოდში მიმდინარე წელს, აქედან ქვეითებიც იყვნენ და რა თქმა უნდა მგზავრებიც. ვიცით რომ მგზავრობის დროს ბავშვები არ არიან დაცულები, რადგან საბავშვო სამგზავრო სავარძლები არ არის ჩვენთან კანონით მოთხოვნილი და მეორე მხრივ ცნობიერებაც ჯერ არ არის საზოგადოებაში, რომ ყველამ თავისი შვილი სამგზავრო სავარძლით უზრუნველყოს. ამგზავროს, მოდით ასე ვთქვათ. ასევე უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედები. ხომ არ დადგა დრო, რომ და თქვენ მოგეხსენებათ რა ვითარებაც არის და ხომ არ არის დრო, რომ ამაზეც ვიმსჯელოთ და ახალი ინიციატივებიც გაჟღერდეს, ვთქვათ, ამ მიმართულებით. ისევე როგორც ჩვენ ვიცით, რომ დაშვებულ სიჩქარეზე გვაქვს დამატებით ტოლერანტული ზღვარი, ეს არის 15 კმ/სთ, რაც საკმაოდ მაღალი არის პრაქტიკულად თუ ქალაქის გზებს გავითვალისწინებთ. სასკოლო ზონების ნაწილის ადმინისტრირება და რეგულირება. ბევრი რასაკვირველია ყველაფერს ვერ ჩამოთვლის, მაგრამ მივდივარ იქეთ, რომ არა მხოლოდ არსებული კანონის ფარგლებში ჯარიმების და სანქციების ზრდა, არამედ აღსრულების გაძლიერება, მეორეს მხრივ ახალი კანონების შემოტანა, რომელიც ასევე მოემსახურება უსაფრთხოების ამაღლებას და მთლიანი ერთიანი მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა ჩვენ ვიცით და აქ არის დიდი წვლილი არა მხოლოდ კანონის აღსრულების ნაწილში, არამედ ინფრასტრუქტურის მიმართულებით იქნება ის ცნობიერების ნაწილში და იმას, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ და ვთქვათ განხილვა ხდება ამ საკანონმდებლო პაკეტის, პარალელურად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ძალიან დაეხმარება იმისთვის, რომ რასაც თქვენ აქ გადაწყვეტთ და მიიღებთ გადაწყვეტილებას ხალხისთვის, ხალხმა ეს მიიღოს და დაფუძნდეს ნდობა, იმიტომ თქვენ გააჟღერეთ თქვენს გამოსვლაში, რომ ეს არ ხდება ბიუჯეტის შესავსება და შეიძლება ასე აღიქმებოდეს საზოგადოებაში. მაგრამ მე როგორც მოქალაქე თქვენ რომ მომაწოდებთ ინფორმაციას თუ რატო კეთდება ეს, რატო უნდა შევიკრა ღვედი, რატო უნდა ვამგზავრო ბავშვის სავარძლით და ასე შემდეგ, სულ სხვა ნდობას გააჩენს იგივე სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. ამიტომ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ეს არ არის ფუფუნება, ეს არის თანმდევი ღონისძიებები და ზომები, რომელიც როგორც წესი ამ ცვლილებებს უნდა მიყვებოდეს და საერთაშორისო გამოცდილება ამას გვეუბნება. დიდი მადლობა. კეთილი კითხვები